ამბობენ, რომ მთვარის კავშირი მერვე სახლთან იწვევს იმას, რომ ხშირად ესეთ ადამიანს უყვარს საშინელებათა ჟანრის ყურება, ანუ ფილმების, აი, საშინელებების ყურება მოსწონს. ნუ ეს ლოგიკურად აიხსნება იქიდან გამომდინარე, რომ მთვარე დგას მერვე სახლში, ამ მთვარის აქვს კავშირი მერვე სახლთან, ან ბევრი ასპექტით არის, ან ნეგატიური ასპექტებით არის მერვე სახლთან დაკავშირებული, ან კირჩხები დგას მერვეს კუსპიძე, ან არის ჩართული მერვე სახლში. აი რაღაც მსგავსი თემატიკები, მთვარის კავშირი მერვე სახლთან იწვევს ამას. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ მთვარის კავშირი ამ ყველაფერს არ იწვევს, უბრალოდ მთვარის შემთხვევაში უფრო მეტად ჩანს იქიდან გამომდინარე, რომ მთვარე იძლევა ძალიან, ანუ მთვარე პირდაპირ კავშირში ადამიანის მოთხოვნილებასთან და სურვილებთან და იქიდან გამომდინარე, რომ მთვარე ასევე კომფორტის თემა არის და თუ ხვდება მერვე სახლში ან კავშირი აქვს მერვე სახლთან, ესეთ შემთხვევაში ადამიანს აქვს ძალიან შინაგანი მოთხოვნილება რაიმე ესეთი ინტენსიური ემოციების, რთული, დაძაბული ემოციების და იქიდან გამომდინარე, რომ ეს მთვარეა და არა მარსი, კონკრეტულად თვითონ რომ რამე გააკეთოს სურვილი არ აქვს, ეს არის მთვარე, როგორც კომფორტი, კომფორტის სიყვარული და მძაფრი ემოციები, რადგან მერვე სახლთან არის კავშირი და ეს ყველაფერი ერთად ერთიანდება ისე, რომ ხშირად ადამიანს არ უნდა თვითონ ჰქონდეს რაღაც დაძაბული ცხოვრება, ან აკეთებდეს რაიმე რთულს, ან თვითონ იცხოვროს ესეთ საშინელ გარემოში, ამ ადამიანს უბრალოდ ექნება სურვილი, რომ უბრალოდ შორიდან დააკვირდეს ფილმს უყუროს, აი ესეთ საშინელ გარემოზე და დაძაბული ინტენსიური ემოციები მიიღოს. ეს არის ერთ-ერთი, ეს არ არის ერთადერთი ასპექტი, რომელიც ამ ყველაფერს ანახებს, ეს ყველაზე მეტად, ესე ვთქვათ, უფრო მეტად ვარიანტი არის, რომ აი ესეთ ადამიანს უფრო მეტად მოეწონება საშინელებათა ჟანრი. აქ რა თქმა უნდა დამოკიდებულია ყველაფერი ასევე ნიშანზეც, ბევრი არის დამოკიდებული ნიშანზე, იმიტომ რომ თუ არის მთვარე ვერცხლში ამ ადამიანს ქმედებაც საკმარისად ექნება, რომ თვითონაც მოუნდება უფრო კონკრეტულად ფიზიკურად მიიღოს ესეთი ემოციები და არა მხოლოდ უყუროს, გააჩნია, რაც უფრო ქალურ ნიშანში ამ მთვარე იქნება მთვარე ესეთ შემთხვევაში მერვე სახლში მით უფრო მეტი შანსია, რომ უბრალოდ გვერდიდან დააკვირდეს ყველაფერს, რაც უფრო მეტად იქნება აქცენტირებული კაცური ნიშნები მთვარის შემთხვევაში, ესეთ დროს უფრო მეტად ალბათ უფრო ექნება თვითონაც სურვილი, რომ კონკრეტულად რამე ნაბიჯი გადადგას მსგავსი და მხოლოდ არ უყუროს, ესე ვთქვათ. აკვირდით, ნახეთ, ვის გაქვთ, რამდენად რეალურად გაქვთ ეს სურვილი და სიამოვნებით ვნახავ სხვა რუკებსაც, რომლებსაც იგივენაირად უყვართ საშინელებათა ჟანრი, მაგრამ მთვარის არ აქვს კავშირი მერვე სახლთან. ძალიან საინტერესო იქნება ესეთი შემთხვევების განხილვაც.